მოგესალმებით, ეს ნეტვორკია, მე კიდევ ამარხის შემქმნელი ოთარ გიორგაძე ვარ და მოდით დავიწყოთ. წინა ვიდეოში მე მქონდა საუბარი თუ რომელ კომპანიაში ვაკეთებ ბიზნესს. დღეს კი როგორც დაგპირდით, წინა ვიდეოში ახალი ფორმატით ვიწყებ ვიდეოების გადაღებას. ეს წინა სახის ფორმატიც კი დარჩება, მაგრამ ეს ახალი ფორმატი შემოვა შეხვედრა პროფესიონალებთან და დღეს ყავს პირველი სტუმარი. ეს არის ადამიანი, რომლის დამსახურებაცაა, რომ დღეს აქ მე ამ საქმეში ვარ და რასაც კი ვაკეთებ, სწორედ მის დამსახურებით ვაკეთებ ამ ყველაფერს. დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია და ძალიან ეხმარება თავის გამოცდილებით, ბევრ სხვასაც ეხმარება თავის გამოცდილებით და ამჟამად ათობით ახალგაზრდას ასწავლის ამ საქმის კეთებას ჩემს გუნდში. გეტყვით იმას, რომ ყურადღებით მოусმინოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებს ისაუბრებს და შეიძლება მისი ცხოვრებიდან და ასე ვთქვათ, გამოცდილებიდან გამომდინარე, ბევრი სასარგებლო რჩევა მიიღოთ. კარგი. ბაჩო ავალიშვილი. ბაჩო, დღეს შენ ხარ ჩემი პირველი სტუმარი. რაც ძალიან მაგარია, ეს პირველი ინტერვიუა. ორი სიტყვით მომიყევი შენ შესახებ, ვიტყვი იმას, რომ აგრეთვე ხავართ ბაჩოსთან სახლში და ორი სიტყვით მომიყევი შენ შესახებ და მე უკვე კითხვებს დაგისმევ და გადავიდეთ ინტერვიუ იმ კითხვებზე ავაგოთ. მოგესალმებიოთო, მე ვარ ბაჩო ავალიშვილი, ვარ 42 წლის, ვარ მექსელე და მექსელური მარკეტინგით ვარ დაკავებული პროფესიონალურად. ძალიან კარგი ბაჩო. ახლა მე დაგისმევ გარკვეულ კითხვებს და ამის მიხედვით, როგორც წეგანთქვით, ავაგოთ ჩვენი ინტერვიუ. გავხსნით პლანშეტს. კარგი ბაჩო. რა საქმიანობდი მანამდე, სანამ ამ საქმეს დაიწყებდი უშუალოდ? მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო, დამთავრებული მოხდა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. მე გარკვეული პარალელურად დავიწყე მუშაობა ბანკში, 2-3 თვე ვიყავი. მაგრამ ვიცი რა იყო, რომ რაღაც მიზეზების გამო, პრინციპში ვიტყვი იმას, რომ მალე ვიგრძენი, რომ საჩემო არ იყო. იმიტომ მე თვითონ ისეთი ტიპაჟი ვარ, ასე ვთქვათ, რომ არ მიყვარს ერთ ადგილზე ჯდომა. თუმცა თან კიდევ ცოტა, ასე ვთქვათ, არაკომფორტულად ვიგრძენი თავი, როცა კამერა დაკოვებს ხო იცი და მაშინ ჩამჩოში ხარ მოხდეული. ვიგრძენი ის, რომ საჩემო არ იყო. და მე შემდეგ იყო ის, რომ მალევე შემომთავაზეს დისტრიბუციაში მუშაობა. ჩემთვის დისტრიბუცია იყო ძალიან უცხო ხილი. წარმოუდგენელი არ მქონდა საერთოდ. ერთი იმას მივხვდი, რომ რაღაც მაღაზიებთან დამეყარებინა ურთიერთობები და პროდუქცია უნდა გამეყიდა, მეწოდა. თავიდან რომ მან მივედი, ხო, თვითონ ის კომპანია ახალი გახსნილი იყო. ახლა იდგავდა ფეხს ასე ვთქვათ, ქართულ ბაზარზე. საკმაოდ კარგი ახალგაზრდები იყვნენ, ვინც ეს ევერესტ დაუსახელებელ ფასისი იყო ესე. და ყიდიდნენ, ასე ვთქვათ, სალფეტკებს, აი სელბაკი ხო იცით რა, გემბელი ხო, აი მაგის კონკურენტები ვიყავით ასე თუ ისე. და თავიდან რომ მივედი მანდ სტაჟირად ამიყვანეს და ვიყავი ასისტენტი. პირველი 2 თვე, პირველივე თვეს უკვე სწრაფად შევისწავლე, გადამიყვანეს დისტრიბუტორად და ასე მანქანას დავყვებოდი და მე შევდიოდი მაღაზიებში და ვაკეთებდი შეკვეთებს. მაგრამ ეს თავიდან რომ უკვე 1 თვის და 2 თვის განმავლობაში რომ შევისწავლე ეს საქმე, ვფიქრობდი იმას, რომ მეთქი რა შეიძლება გავაკეთო, რომ აი რაღაცა პერსპექტივა იყოს, დამაწინ გავუღო რაღაცა ჩავიხედე შიდა ასე ვთქვათ. სამზარეულოში და იყო ერთადერთი რომ აი გარკვეული პერიოდის მერტ ვაქტით რომ ჩავდედი და ვიმუშავებდი კარგად, ანუ აი თანამშრომელი ვიქნებოდი. ერთადერთი გავხდებოდი რომელიღაც მენეჯერი, რომელიღაც რეგიონის. მე დავისახე მიზნად, მაშინ მართვის მოწონება არ მქონდა. იმისათვის რომ ცალკე გავსულიყავი და გავხდარიყავი პრისეილერი. ამისთვის იყო მართვის მოწონება საჭირო. დავისახე მიზნად ავიღე მართვის მოწონება და მალევე გავედი ცალკე პრისეილერად. პრისეილერის თანამდებობაზე ესე ვთქვათ ვიმუშავე 2 წელი და მე მოხდა ისე რომ გავხდი სუპერვაიზერი.
აი ამ იმაში მან სამსახურში ხო 3-4 წელი თუ არ ვწდები 4 წელიწადი ვიმუშავე და მთელი ენერგია, მთელი აი სული და გული ჩავდე, რასაც ვიდო. პირველი სამსახური იყო ფაქტობრივად, აი ბანკს არ ავთვლი, აი 2-3 თვე დავდიოდი, ფაქტობრივად სტაჟიორი ვიყავი, არ ავთვლი, აი ბანკში ეს პირველი სამსახური იყო ჩემი, უბრალოდ მალევე წამოვედი იქიდან, როგორც ვახსენე. მაგრამ აქ რა ხდება იცი, რომ გამოუცდელობამ და იყო რაღაცა შეცდომები, ზეგრებში არ შევალ. ამათვისაც დაიწყნენ ამ კომპანიის დაფუძნებლები, ხო? პირველი საქმე იყო ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, თვითონ დისტრიბუტორები იყვნენ თავის დროზე და მე თვითონ შექმნეს სადისტრიბუციო კომპანია. და იყო რაღაც შეცდომები დაუშვეს, თან იმ ხელა კომპანიასთან შეჭიდება, კონკურენცია ხალხს გემბელი რთული იყო, მაღაზიებში გვიწევდა თაროებზე, ხან ჩხუბი, ხან ისა, კამათი, ისა, ძალიან რთული იყო. და ამას დაემატა შიდა რაღაც შეცდომებით და ასე ვთქვათ კომპანიის ბრუნვა იკლებდა და იკლებდა. სწორედ ამიტომ დაიწყეს ინვესტორის მოძებნა და ასე ვთქვათ შემოვიდნენ თურქი პარტნიორები. მოხდა ის, რომ იმათმა ახალი ველოსიპედი შექმნეს ქართულ ბაზარზე, რაც ასე ვთქვათ აი არმიისა დაგებოდა ქართულს არმიისა დაგებოდა. ამაზე ქონდა ჩვენ საუბარი, შიდა საუბრები ქონდა, რომ ეს ასე არ იმუშავებს, ეს არ იმუშავებს, მაგრამ თურქებთან მუშაობა აღმოჩნდა ცოტა რთული და იქითკენ მიდიოდა საქმე, რომ ვფიქრობდი სამსახურის შეცვლას. მაგ პერიოდში ვინც იყო ჩემი მენეჯერი კახა მინდიაშვილი, არაჩვეულებრივი ადამიანი, ის ვინც იყო ჩემი მენეჯერი, ხო, მას მოუწია უკვე ფაქტიურად უკვე სამსახურიდან წასვლა. და გადავიდა სხვა კომპანიაში ეს ადამიანი ის კუთვნილი ქვეყანა, მოგესწრება ხო, ეს ადგილობრივი წარმოება დაახლოებაში ვარ. კი. და იმან მითხრა რომ მალევე ცოტა ხანი ბაჩუქში შევიხედები შიდა სამზარეულოში რა ხდება და ცოტა ხანია გაძელი და მე გადაგიყვან ჩემთან ერთად წაგიყვან. ეგრეც მოხდა, მალევე ერთ თვეში მეც გადავედი თბილ ქვეყანაში და ასე ვთქვათ მანდაც ვიმუშავე დაახლოებით მახსოვს 3 წელი ვიმუშავე მათ. მათ რა თქმა უნდა პირველივე ჩემი თანამდებობა იყო პრისეილერი, მომცეს გარკვეული უბანი. ხელფასი ანაზღაურება ნორმალური მქონდა, კარგი მქონდა, მაგრამ მათ ასე ვთქვათ სხვა პრობლემას შევაწყდა. პრობლემა ის იყო, რომ არ მქონდა თავისუფალი დრო საერთოდ. ანუ ერთადერთი კვირადღე მქონდა თავისუფალი და წელიწადში ხდებოდა ეს საკუთრებულ სამსახურებში ეს შვებულება კვირიანი, რომელიც მე საერთოდ არ ყოფნიდა. საერთოდ მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ რაღაცას თუ ვაკეთებ, იმას ვაკეთებ გულით, არ მიყვარს რაღაცა რომ აი რაღაცა რომ აი ვიხალტურო ასე ვთქვათ რა. და აი რომელი უბანზეც გამიშვეს, საკმაოდ კარგად ავაწყო ეს უბანი და ასე ვთქვათ არ მახსოვს მე რაღაც რა დამეგვიანოს ან გამისდინოს ან ეგეთი რაღაცა ასე ვთქვათ ჩემს საქმეს ხუთიანზე ვაკეთებ. მაგრამ მან და როგორც გითხარი ხო ცოტა შიდა პოლიტიკა იყო ცოტა ისეთი რომ ჭრობაში ვარ ჩამეთვალოს იყო რაღაც შიდა სამზარეულოში რაც არ მომწონდა და 3-4 წლის მერე თუმცა მინდა ვთქვა ისიც რომ პირველი მანქანა მან კომპანიაში შევიძინე აგროვებდი ასე ვთქვათ ყოველ თვე გადავდებდი ხოლმე თანხას და ეს მიზანი მქონდა დასახულო მანქანა შევიძინე. სამი ხაც ვარ გამიგრძელს ამ დისტრიბუციაზე საუბარი ხო, მაგრამ იმასაც ვიტყვი ჩემ მესამე სამსახურს აი ისეთი მომენტი დადგა მანდაც რომ ისევ და ისევ ჩემი მენეჯერი შემოთავაზება ჰქონდა ჩემ მენეჯერს საფთიაქო ქსელში, საკმაოდ კაი კომპანია იყო ის და მოუწია გადასვლა. და იქაც მითხრა ესეთი სიტყვები რომ ბაჩო, ხო ის შენ ჩემთან ერთად იქნები, სადაც უნდა წავიდე და შევხედავ იქ სიტუაციას და თუ ჩავთვლი საჭიროა ამაზე უკეთესია, მე შენ დაგიკავშირდები და გამიხოს ჩემთან. ასეც მოხდა, გადავედი საფთიაქო სისტემაში და უბრალოდ მე იმაზე დავთანხმდი რომ იცი რა იყო რომ ეს მაღაზიები პეტრში მქონდა ამოსული. დღეში ასე თქვა, აი 35-40 მაღაზიაში მიწევდა შეგვეთის გაკეთება თბილი ქვეყნის. და ხო გეუბნები ახალ სახში მივდიოდი, ეს თაღალი მივდიოდი, ხო არაფერს თავი არ მქონდა ხო და საფთიაქო სისტემა მაგ კუთხით იყო სუფთა სამუშაო. აი მაგალითად ეხლა მოხდა ისე რომ ერთ თვეში გადავედი მაგ კომპანიაში და თამარ მეფიდან ზაგისამდე თუ რამე აფთიაქები იყო, ეს აფთიაქები ჩაუმბარეს
4 პრისეილერი ყავდათ, სულ იყო 15 თანამშრომელი, ძალიან ოჯახური წრე იყო, ასე ვთქვათ, ოჯახებით ვიყავით. მეტი თანამშრომლებს არც მოითხოვდა, საჭიროება არ მოითხოვდა. მანდ ნახე რა მომენტი იყო, მანდ პერსპექტივა არ იყო რაღაც დაწინაურებული ყავი და რაღაც, მაგრამ აი კარგ კომფორტში გზნობდი თავს იმ კუთხით, რომ კაი გარემო იყო, როგორც აი ოჯახი ისე ვიყავით, სუფთა სამუშაო იყო იმ კუთხით, რომ აი რომ გავიდოდი მაგალითად დილად ხო დილას კონკრეტულ უბანზე ხო რამე 10-15 აფთიაქიმაში შემომეარა ასე ვთქვათ დამელაგებინა რაღაც თუ რაღაც არასწორად ელაგა და ნუ სადღაც ახლა 4 საათზე უკვე 3-4 საათზე უკვე თავისუფალი იყავი შეიძლება ოფისში შესულიყავი მე შეიძლება გეკეთებინა თან შაბათი ქონდა მოკლე დღე თან აფთიაქ ძირითადად გადმორიცხვებზე იყო ეს აფთიაქები არ გიწევდა იქ რაღაცა იქ ფულის აი მაგალითად თქვენ ქვეყანაში და წინა კომპანიებში ხო წინა კომპანიაში ევროპაში ვახსენე ხო იქ სულ მიწევდა ხოლმე მეურნეობა რომ მაღაზი არ დამეკეტოს ფულის ამოღებაზე მაწვალებდნენ კონსიგნაციაზე რომ ტოვებდი ხოლმე ხო ქსელში ასე ვთქვათ კონსიგნაციაზე მაღლა მქონდა ხოლმე სულ იმაზე ვბრძოლობდი ეს კონსიგნაცია დამეწია ქონოდა თახა არ გაყინული იყო ბაზარზე ასე ვთქვათ ქსელში არ გაყინული იყო და ეს პრობლემა არ ქონდა საერთოდ იმიტომ რომ აფთიაქები მოიხსენება იგივე რიცხავენ ხოლმე მეტი წილი 60% გადმორიცხვებია ხოლმე მაგ კუთხით მალევე პირველივე თვეს დავალაგე კავერსებში მე რომ მივედი სხვათა შორის მაგ კომპანიაში ეს იყო GBC კომპანია იყო მე რომ მივედი მაგ კომპანიაში 64%-ში ის პროდუქცია ავერსებში არ იყო შეტანილი აი ესე მოხდა რომ დაახლოებით რამოდენიმე თვეში უკვე 97%-ში შესულები ვიყავით ჩემსწრებში და რა იყო მანდ იცი კიდევ რომ 4 პრისეილერი იყო 3 პრისეილერზე იყო გაყოფილი უბნები და 1 პრისეილერი იყო რომელიც რეგიონებში დადიოდა ამიტომ თქვი რომ მას დამატებითი კადრი აღარ იყო საჭირო ანუ მათ წავაწყდნენ პრობლემას რომ არ იყო დაწინაურების მომენტი უბრალოდ სადაც იქნებოდი და იქნებოდი. განსაზღვრება ნორმალური მქონდა, დროც ასე თუ ისე მრჩებოდა დრო, აი პარალელურად რაღაცა გაიგეთებინა. ეს სხვათა შორის სულ ფიქრობდი ხოლმე იმას, რომ მე თქვი რაღაცა ჩემი მინდოდა, რომ აი თუნდაც ხომ სპორტი ძალიან მიყვარს და სულ ველოდები ხოლმე ხან კალათბურთის ჩემპიონატს, ხან ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, რაგბის ჩემპიონატსაც და ჩემ მეგობრებთან სულ იმაზე მქონდა საუბარი ხოლმე რომ მეთქი აი მოდი რაღაცა მოვიფიქროთ ორი კაპიკი გადავდოთ და თორე აი ჩემპიონატი დაიწყება ლუდის ჩამოსასვლელი ბარი გავაკეთოთ სეზონურად რაღაცა და აი ეს რაღაცა დავიწყოთ პირველი ნაბიჯებით რაღაცა ცირედით დავიწყოთ და მე რეგება კიდევ რაღაცა მოვიფიქროთ რომ ყოველთვის რა არის იცი ხელფასი არც არ ყოფნის ადამიანს ხო ხვდები თუნდაც ახალგაზრდა ბიჭს და ყოველთვის ვცდილობ რაღაცა გვერდიდან დამატებითი შემოსავალზე იფიქრო და სულ მაგ ფიქრში ვიყავი ხოლმე მაგრამ არადა არ მოხდა ეგ ამბავი ვერადას ვერ მოვაბით თავი ამას მაგრამ ეს ფიქრი სულ მქონდა რაღაცა მინდოდა რომ დაბეკეთებინა მიბაზეს ფიქრობდი მე თქვი მაღაზიის პატარა მაღაზიის გახსნაზე მაგრამ რომ ვიკითხე გამოსწილ ხალხთაისაც ეს მაღაზიები ქონდა გაკეთებული და რაღაც იმხანა ინვესტიციები მოითხოვდა მაგას მაგრამ ხელა ინვესტიციები ნამდვილად არ მქონდა და არც იმის თავი მქონდა რომ ეხა ბანკზე რისკზე წაფსულიყავი და თქვათ ბანკინას ეს ხილი გამეკეთებინა და ასე შემდეგ. კარგი ბაჩო, ახლა შემდეგი შეკითხვა. რა არ მოგწონდა ზოგადად ცხოვრებაში და შემდეგ როგორ მოხდი ქსელურ მარკეტინგში, როგორ მოძებნე გამოსავალი? ესე იგი ეხლა მე რაც ჩამოთვალე ხო სამსახურები მე აღვნიშნე რამოდენიმე ჯერ რომ პირველ რიგში რამოდენიმეს ჩამოვთვლი რაც არ მომწონდა ზოგადად დროის მქონლობა არ მომწონდა არ მქონდა დრო ფაქტიურად ხო შესაბამისად შეიძლება ერთ სამსახურში და მეტი დრო მქონდა მეორე სამსახურში რო ნაკლები დრო მქონდა მას საერთოდ ჯამში ხო ეს ვალდებულება რაც გაქვს უდიდესი იმოძებს რომ წახვიდე სამსახურში მთელი დღე იყო და შენი შრომა და შენი რესურსი ასე ვთქვათ ჩადო იქ სადაც კარგია რა თქმა უნდა რომ
მუშაობ, დაკავებული ხარ, მაგრამ იმ ოცნებებს ვერ აიხდენ, რაც ოცნებობდა გიფიქრია. სხვა დანარჩენი პირადული ცხოვრების უფრო ნაკლები დრო გრჩება, ასე ვთქვათ, ეს სამი სამსახურს გადავყავოთ, ხო? ერთ სამსახურში უფრო განსაკუთრებულად აი ძალიან დროის ის მქონდა რა, განსაკუთრებულად პირველ სამსახურში, თუ ძალიან ენთუზიაზმით მუშაობდი, ყველაზე ადრე მივდიოდი, გვიან მოვდიოდი და მთელი აი უკვე რომ ვფიქრობ იმაზე, რომ აი ეს კომპანია ახალგაზრდა უნდა გაიზარდოს, რაღაცა ეს მიზნები როგორ ხდება, ფაქტიურად ჩემი ცხოვრების 80% ვატარებდი სამსახურში. დინდა საღამომდე, იყო შემთხვევები, რომ ბევრად იმაზე მეტროს ვთმობდი, ვიდრე საჭირო იყო. აი მაგალითად დამთავრდებოდა დისტრიბუტორები შემოვიდოდით ხო საღამოს ოფისში, სახლებში წავიდოდნენ, ჩვენ კიდევ შემოდით და უწერდით გეგმას უწერდით. და ვალაგებდით აი ხოთრა გავაკეთოთ, ხო დავგეგმოთ და ხანდახან გვიანობამდეც ვიჯექით ხოლმე საუბრობდით ხოლმე მაგაზე და ასე თქვათ აი შეპყრობილი ვიყავი, იმიტომ რომ მართლა გულით მინდოდა და იმიტომ ავახსენე საგან რომ ეს პირველი 3 აღარ მახსოვს 3 თუ 4 წელი ვიმუშავე ევროპაში. მთელი ჩემი ენერგია და რესურსი და ეს მქონდა მაგ კომპანიას ასე ვთქვათ. არ მიცოდა კიდევ რომ იცი არის აი პროსი კარგად მინდა გამიგო აი პროსის ყოლა გააჩნია უფროსაც. ეხლა მე რომ ახსენებ ეხლა მაგალითად ჩემ მენეჯერს ხო, რომელსაც ადამიანსაც მე გავუყევი მომდევნო კომპანიაში ხო, მასთან მქონდა პირველში მეგობრული დამოკიდებულება, დღემდე მეგობრული დამოკიდებულება აქვს და პატივისცემა უფრო იყო მის დამიდა აი ესეთი ურთიერთობით უფრო გულით ვაკეთებდი იმ საქმეს, მაგრამ იყო ესეთი კატეგორიებიც, იმიტომ რომ ძირად მოწინეებიც იყო სხვადასხვა უფროსები ყავდა ხო, რომელთანაც აი დანახვაც კი არ მსიამოვნებდა ხოლმე და როცა აი იმას აკეთებ ხო, აი რაც იმდენად აი გულთან არ არის ხო, აი უფრო ისე არ გამოგვდის იმ საქმის კეთება მე. აი თუნდაც მე თურქები რო შემოვიდნენ და იმათ უფროსობა რომ დამიწყეს ხო, უკვე მანდ უკვე როგორ იყო ის უკვე სამსახურში წასვლა რო აღარ მინდა. ხდები ძალიან რთულია ეგეთ პირობებში მუშაობა. მეორე მომენტს ვიტყვი მაგას, რომ აი უფროსი ყავს და ხანდახან ახლა როცა შენ უკვე ველზე ხარ გასული ასე ვთქვათ და შენ უფრო იცი შიდა სამზარეულო, აი ველზე რაც ხდება ხო, აი მაღაზიებში მაგალითად ხო, ის უფროსი იქიდან რაღაცას გეუბნება ხო და იმას რომ ის ველი არ გაუვლია და რაღაც ხო, 1000 ერთხელ მაგალითად გამოვიდა ხოლმე მაგალითად 6 თვეში ერთხელ დაათვალიერებენ მაღაზიებს, მაგრამ იმის უკან რამხელა შრომა და რამხელა ისიდო ეს მართლა არ იცოდა ხო და ხშირად მოგდიოდა ხოლმე უთანხმოება, მაგრამ რა თქმა უნდა ახლა რაღაცებზე მიჭებდა, ანუ დათმობაზე არ მოდიოდა, ხო და ზოგადად არის პროფესიონალი უფროსები, ესეთი დირექტორები არიან, რომლებიც უშუალოდ ითვალისწინებენ დისტრიბუტორების აზრს. მანდაც საბოლოო ჯამში რო ვთქვათ, უფროსი არ მომწონდა ზოგადად ეს სახელწოდებაზე ხო უფროსი და ჩარჩოებში ყოფნა. თავისუფალ დროზე მოგახსენე და ნუ ბევრი რამის თქვა შეიძლება კიდევ. ხელფასი რაც არ უნდა ის იყოს რომ არ ყოფნის. არასდროს მე გარდა იმისა რომ ყოველთვის მე რაც ასე ვთქვათ თანხას ყოველთვის გადავდებდი ხოლმე, მაგრამ ორი კვირა ანუ ხელფასის დღე რომ მოვიდოდა მიხაროდა და სადღაც აი ორ კვირაში უკვე მთელი ორი კვირა ველოდებოდი იმას რომ ხელფასი აღარ მქონდა. იმის მიუხედავად აი ამბიცია უნდა ქონოდა ხელფასის შემოსავალი, მაინც არ ყოფნით საერთოდ და დამოკიდებული რო ხარ, ასე ვთქვათ ხელფასზე რო ხარ დამოკიდებული საკუთარი შენი საქმე რო არის. აი ძირითადად აი რო წავიდეთ იქითკენ ადამიანი შრომობს და ასე ვთქვათ იბრძვის ეს ისტორიულად რო ვთქვათ იმისთვის რომ მიაღწიო თავისუფლებას, ხო? ფინანსურ თავისუფლებას. ფინანსურ თავისუფლებას ასე ვთქვათ აქირავებული სამსახურიდან ვერ მიაღწია. ფინანსურ თავისუფლებას. ბევრი ნიუანსია კიდევ რაც არ მომწონდა. თვითონ კიდევ რა მომენტია, იცი? კონკურენცია. აი შიდა სამსახურში ჩაშვების ინსტიტუტი.
ენის მიტანის ინსტიტუტი, შენ თუ რაღაცას კარგად აკეთებ, ხო, მაგალითად არის 10 დისტრიბუტორი, ხო? ყველას თავისი საქმე აქვს, სხვადასხვა უბნები აქვს, გადანაწილებული. შენ თუ სიტყვაზე გეგმას კარგად ასრულებ, უბანი კარგად დაალაგებული და ყველა რო შური გეგუებს. აი ეს არაგუნდულობა, ასე ვთქვათ, ხო, და ერთმანეთის შური, ენის მიტანა, რაღაცის, აი ფეხის დადება და ასე ვთქვათ, აი ძალიან ბევრი ნიუანსია, რაც არ მომწონდა. ხა როგორ მოხდი თვითონ ქსელურ მარკეტინგში, აი მოევი ქსელურ მარკეტინგში მოხდი სულ შემთხვევით, მაგრამ შემთხვევით მოგეხსენება ერთგვარი არ ხდება. აი კარგად მახსოვს ეს დღე. ეს იყო ჩემი მესამე სამსახური, რომ მუშაობდი საფთიაქო ქსელში. და კონკრეტულად გავიხსენებ მაგ დღეს. საერთოდ სანამ ქსელურ როგორ მოხდი მაგას ვიტყვი, მაგამდე გეტყვი იმას, რომ წარმოდგენა არ მქონდა ოთო ქსელური მარკეტინგი რა იყო საერთოდ. ერთადერთი ხო გაგებული მქონდა ისიც რა კუთვნიცი, აი თბილ ქვეყანაში მუშაობდი, კარგად მახსოვს 30-ის ქუჩა ხო იცი? ხო, თეატრთან როგორ. შედის. მანდ იყო მაგ ქუჩას სკოლის გვერდზე, მაგ სკოლის გვერდზე იყო კუთხის პატარა მაღაზია. პატარა მაღაზია იყო. და თბილ ქვეყანაში თვითონ მაღაზიაში გვიწევდა 3-ჯერ მისვლა ხოლმე, რა. ისა კვირაში გვიწევდა უბრალოდ 2-ჯერ მისვლა კვირაში. მაგ პეჩენები და ისინი მქონდა ხოლმე. და მაგ მაღაზიაში მიდიოდით ხოლმე. აი დაახლოებით ყოველ მისვლაზე 200 ლარის პეჩენის ასე ვთქვათ შეკვეთა საკეთებდა ხოლმე. სულ მაინტერესებდა რომ ესეთი პატარა მაღაზია ამ პეჩენიებს სადაც ხოთან მოგიხსენება პლეხანოზე არის დაბალსართულიანი სახლები ხო ანუ დიდი მოსახლეობა მიმდებარე ტერიტორიაზე არ იყო თან გარშემო ისეთი ოფისებიც კი ვერ შევამჩნიე და ერთხელ შევეკითხე რომ თქვენ მეთქი ახალგაზრდა კაცი იყო უფროსია თვითონ თავის მაღაზია იყო და თვითონ ვაჭრობდა ისიც არ ყავდა აყვანილი გაყიდოთ ამ კაცს ვკითხე რომ მეთქი იბარა ამიხსენით მეთქი ერთი აი ამდენ პეჩენიას როგორ ორი კაცი ძლივს ეტეოდა რა სამი კაცი ვერ შედიოდა გარეთელდებოდა რომ უნდა გამოსულიყო და მეორე შესულიყო რაღაცა იყიდა რა აი პატარა უბნის პატარა მაღაზია იყო 200 ლარის პეჩენიას როგორ ყიდით მეთქი და აი თან რა იყო იცი რომ არ დაბრუნება არ ქონდა რაც ზვადა რო გავიდოდა ხო ჩვენ მოქონდა ხოლმე მაგას არ დაბრუნება არ ქონდა სულ ყიდიდა ყველაფერს ასეთი რაღაცა მითხრა მაშინ რომ აქ ორი ფლეიმის გოგოები ჩამოდიან ხოლმე ოფისი ქონიათ რა მათ და სულ იმათ მიაქვთ ხოლმე რა და მაგიდან მე რო ვკითხე ეს ორი ფლეიმი რა არის მეთქი და ნუ რაღაცა ის არის რაღაც ზერელი თამიხსნა ასე ვთქვათ რა და აი ერთადერთი რაც ვიცოდი ქსელურ მარკეტინგზე ორი ფლეიმი ვიცოდი როგორ წარმოდგენა მქონდა იცი ერთხელ კიდევ სახლში კარებს დამიკაკუნეს ორი ფლეიმის წარმომადგენელი გოგო იყო მოსული ესეთი კატალოგით და შემოუშვი რა თქმა უნდა და ესე კატალოგში მიხსნიდა ბევრი ჩამონათვალი იყო აღარ მახსოვს ძალიან დიდი ჩამონათვალი იყო რა პროდუქცია შემოთავაზა რა იყო რაღაც კოსმეტიკური რაღაცა და აი ერთადერთი მქონდა აი მაგხრივ რა ეს რაც ვიცოდი ქსელურ მარკეტინგზე აი ეგ წარმოდგენა მქონდა ეხლა დაუბრუნდეთ იმ დღეს აგვისტოა შვებულებას ველოდები შვებულება უნდა ავიღო მალე და ფულების ამოღების ის ამაქვს აფთიაქებში 70% კი რიცხავდა აფთიაქი მაგრამ იყო ისეთი რამოდენიმე აფთიაქი რომელიც ხელზე მიხდიდა ხოლმე და იქ დინამო სტადიონთან მახსოვს კარგად რომ მანქანა ვერ გავაჩერე ვერცად იმიტომ ვაგის ტერიტორიაზე იყო შიგნით რამოდენიმე 2-3 აფთიაქი იყო და იქ რომ ისულიყავი თან ხა მაგით ვერ მივიდოდი ხო თან გამიჩერებინა მანქანა მახსოვს რომ გავაჩერე მანქანა ცხელა მაგრად დინამოსთან ქვემო ცენტრალური შემოსასვლელი როა ხო აი მაგ ქუჩაზე გავაჩერე მანქანა და ისაკასო აპარატი ავიღე და მომდივარ ხა ძებოთ რომ ვაგზალზე ავიდე მივიდე იმ აფთიაქებში დროზე მინდა დავამთავრო სამსახური შუა დღეა ცხელა რა 2-3 დღე მაქვს დარჩენილი რომ უკვე შერულებას ვიგებ ოფისს რა და საკასო აპარატით მომდივარ და შუა იმაზე გადასასვლელთან დგას ორი გოგონა ასეთი გამოკითხვის რაღაცა ფურცელია უთ ასე თქვათ და გამოკითხვას ატარებენ
მე რო ესე გავიარე ერთ-ერთმა გოგომ გამაჩერა და რაღაც მახსოვს რაღაც სამი შეკითხვა დამისვა. შეიძლება რაღაც გამკითხვაში რომ მიიღოთ მონაწილეობა და მე თქვი რატომაც არა ხა ორივე ლამაზი გოგო იყო რატომ არ გაუჩერდებოდი ხა გაუჩერდი და თქვი რატომაც არა მეთქი ვისმეთ მეთქი და სამი კითხვა დამისვეს რაღაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კონკრეტულად არ მახსოვს ახლა მაგრამ ამას ეხებოდა რა და შესაძლოა გავეცი პასუხი და თან ეგ მომენტი მაინტერესებდა იმიტომ რომ მე როგორც გითხარი ხო აი გადავაბათ ჯამში სამივე სამსახური 10 წელი გამოდის რომ მე დისტრიბუციაში მუშაობდი და დილას რო გამოვიდოდი სახლიდან ხო ღამე მივდიოდი და სულ 10 წლის განმავლობაში ვჭამდი გარეთ ხან ხაჭაპურს ხან იმას და ამან დამიზიანა კუჭი თან კუჭზე ყურა წყული გართულებული წყული მქონდა და ბოლო პერიოდის სულ იმას დიეტაზე ვიყავი და აი გაწამებული ვიყავი მამხრი რა და თან რო აი ეს ამასაც შეეხვა იმაში დამისვეს კითხვა რა თქოს მოვიზიდე რა თითქოს აი ეს მომენტი და მე თქვი კი ცოტა კუჭზე პრობლემები მაქვს მეთქი და უფრო დაწუნებით რომ გაიგოთ ამასთან დაკავშირებითო თუ მოგზანდებით ოფისშიო დაგელაპარაკებითო და შევთანხმდით იმაზე რომ მე თქვი ხვალ მოვალ აუცილებლად დროზე შევთანხმდით ეს იყო თუ არ ვთქვი 13 აგვისტო იყო ეხლა ციფრები რატომ მახსოვს მაგას გეტყვი და ზუსტად მივედი იქვე იყო თევდორე გველზე იყო ეს სადაც მისამართზე იყვნენ მივედი ადგილზე და ის პროდუქტი რაც მე მაშინ შემომთავაზეს ძალიან მომეწონა ბაულაიფის ესეთი პროდუქტი იყო რომელიც უნივერსალური პროდუქტი არის რომელიც აი ორგანიზმს საკმაოდ კარგად ასე ვთქვათ აწესრიგებს და კურჩაც ძალიან კარგად უხდება და იცი რა არის რომ ეს პროდუქტი რო წარმიდიდეს შემთავაზეს რა თქმა უნდა მე უკვე პროდუქტი მჭირდებოდა მაგრამ მე იქ ვიკითხე რომ მე თქვი ამ პროდუქტის უკან წამოსდათ რა მითხრეს რომ საქმე არისო და დავინტერესდი საქმითაც რომ რა არის თან ისეთი დრო იყო ეგ რომ ძიებაში ვიყავი საქმით რაღაც პარალელურად ჩემი საქმე დამეწყო მოკლედ რომ ვთქვათ რომ ამიხსნეს საქმე ერთ რამზე დავფიქრდი მე თქვი პროდუქტი ისედაც მჭირდება და ამ პროდუქტთან ერთად თუ კი მე ჩემ ბექ-ოფისს გავხსნი და დავიწყებ ამ საქმეს, ხო? სულ არაფერი არ გამომივიდეს. პროდუქტი მაინც მექნება და პროდუქტს მაინც გამოვწევ და პროდუქტს მოხმარებელი მაინც ვიქნები. მაგრამ იცი, საკვანძო მომენტი რა მახსენდება აი ამ შეხვედრაზე, რომ იქ ვინც შეხვდა, ხო? ეკა გიორგაძე შეხვდა და მან მითხრა, რომ აქო არისო ადამიანიო გოგონაო 26-27 წლის მაშინ თუ 26-27 წლის რომელიცო ასე ვთქვათ ქსელიდანო ასე პასიური შემოსავალი აქვს 4,000-5,000 ევრო და ეს ის მომენტი იყო რომ აი დავფიქრდი იმაზე მე თქვი 26-27 წლის გოგო ამის საქმით 4,000-5,000 ევრო ხა მაგის იყო 2013 წელიო 2013 წელი ხა 4,000-5,000 ევრო დღევანდელთან შედარებით საკმაოდ კაი თანხა და ეს ნათია ბაიაშვილიო 26 წლის გოგონარი რომელიც ექსელიდანო პასიური შემოსავალი შექმნა მან უკვე დავინტერესდი მე თქვი თუ შეუძლია რომ სხვამ გააკეთოს რატო არ შემიძლია მეც გავაკეთო თან იქ მარტო ნათია ბაიაშვილს არ დამიცახელე რამოდენიმე ადამიანის მაგალითი მომიყვანეს რა ის 2,000 ევრო შემოსავალი იქნება 500 ევრო შემოსავალი მაქსიმალური თანხა ნუ იმ მომენტში ეს დამიცახელეს მე 27 წლის გოგოზე იყო საუბარი მე თქვი რატომაც არა უბრალოდ მე მუშაობ მეთქი რამდენად მოვახერხებ ახლა ოფისში უნდა ვიქაც ვიარო აქაც ვიარო და ეს კითხვები მქონდა რა აი მაგაზეო დეტალებშიო ხვალ მოდიო მე შეგაკვეთე კომპეტენტურ ადამიანსო ეს დეტალები ხვალ გავიაროთ მეორე დღეს შევთანხმდით ან მოსვლა მეორე დღეს რომ მივედი მე იყო 15 აგვისტო 15 აგვისტო იყო 14-ში იყო ეს პირველი შეხვედრა 15 აგვისტო იყო მეორე დღეს და მეორე დღეს რომ მივედი და რომ შევხვდი ზურ ასიტაშვილს ხო დეტალები გამიშალა ანუ ის დავინახე ცირა დავინახე ექსელის მნიშვნელობა დავინახე ექსელის ძალა დავინახე ახლა მე დისტრიბუციასთან რომ ასე ვთქვათ ახლოს შეხება მქონდა და მუშაობ დისტრიბუციაში მიცოდი რა ძალა ზოგადად ექსელს თან ის მომეწონა რომ შეთავსება შეიძლებოდა ანუ აქ არ მეყოლებოდა უფროსი
ჩემზე იყო წარმატება და წარუმატებლობაც დამოკიდებული და ეს იყო საქმე და პროფესია, ეს უნდა შემესწავლა და თან როგორ იცი რა ხო არის აი მაგათ ინსტიტუტებში რაც პროფესიას ვაირჩე ხო იქ შენ ჯერ უნდა ჩააბარო, ისწავლო, დაამთავრო, დაიღო დიპლომი სიტყვაზე და მერე დაიწყო უკვე შენი პროფესიის მუშაობა ხო და განსხვავება აქ ის არის რომ აქ რომ შენ იწყებ მექსელეობა, სხვა პროფესიას ხო, თან სწავლო და პარალელურად თანხებს გამოიმუშავებ. თან კიდევ ის მომენტია რომ აქ უკვე შენ ხდება ასე ვთქვათ უკვე ფრანჩიზა. ანუ ეს მოდელი ხდება, რომელსაც ახალი ველოსიპედის შექმნა არ არის საჭირო. აქ ველოსიპედის შექმნა შენ მხოლოდ პედლები უნდა დაატრიალო და ხდება გუნდი, რომელიც შენ წარმატებაში შენზე მეტად არის დაინტერესებული. რაც მე ეს სამსახურებში არის, რაც მე ჩამოთვალე სამსახურები, ხო? არ მქონია. გუნდი ხდება, რომელიც გეხმარება გასწავლის თავიდან პირველი 2-3 თვე ამიხსნეს ეს, აი ჩვენთან ერთად უნდა გავაკეთოთ, ესეთი რაღაცა მითხრა სხვათა შორის ზურამ, რომ შენ თუ აი როგორ ფიქრობ, რომ შენ აი 10ჯერ შემხედავ ახს მე გავაკეთებ, ახს მე ვისაუბრებ იმის გაკეთებას ხო შეძლებ თუ არა? თუ რა შეიძლება მეთქი. მე მითხრა შევდახდი დროებზე, მე თქვა მე დილი საათებიდან შუადღემდე დაკავებული ვარ და მე სამსახურის მე რომ მოვიდე ხოლმე, ანუ შუალედში რომ შემოვიჯბინო ხოლმე მეთქი და რაღაცა და არაფერი პრობლემა არ არის, რომ შენ თავარიაო, რა დროსაც გამოვუყოფ ამ საქმეს, რომ იმ დროში 100%-ით ჩაიდო, თუნდაც ეს იყოს 2 საათიო, თუნდაც იყოს 3 საათიო, თუნდაც იყოს კვირაში რამოდენიმე დღეო, არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ როგორ თქვა, კვირაში ერთი დღე ვიცი მაგათად გადატვირთულია და რაღაცა, შაბათს, საკვირას, აი კვირაში ერთი დღეც რო უთხოვენ თავიდან, მაგრამ სწორედ რომ ასეთი დაწყებით, ხო, რამოდენიმე ისეთ შემოსავლებს მიაღწია, რომ უშუალოდ მე 100%-ით დაკავდნენ თავიანთი საქმით, ასე ვთქვათ და აზრის განცხადებები წამოვიდნენ საფრთხეების სამსახურიდან და თავიანთი ბიზნესი შექმნეს კონკრეტულად იმ კომპანიაში. იმიტომ ეს კომპანიები იძლევა საშუალებას, რომ შენი კომპანიაში შენი საერთაშორისო ქსელი გააკეთო და შენი ბიზნესი განავითარო. იმ კომპანიის პროდუქტებთან ერთად იმ კომპანიის საკომპენსაციო გეგმასთან და თავის იმასთან ერთად ფრანჩიზა როგორც ვახსენე, შენი ბიზნესი შენ როცა ნახე როცა ქსელურ კომპანიებში ხო იწყებ შენ საქმიანობას, შენ ბიზნესს შექმნას ხო, ბიზნესს განვითარებას და გაკეთებას, შენი აღარ გიწევს იმაზე ფიქრი, რომ პროდუქტის შეფუთვაზე, ლოჯისტიკაზე, მიტანის იმაზე, ხო, თანხის ჩარიცხვაზე, აქ ბევრი რაღაცა ჩახსნილი გაქვს ხატარის ბიზნესში შევადაროთ, ხო? ბევრი რაღაცა ჩახსნილი და შენ უბრალოდ როგორც გითხარი, შექმნილი არის ამზადებული მოდელია, უბრალოდ უნდა იცოდე ეს როგორ გააკეთო. ამას პირველი ასე ვთქვათ, პირველი 6 თვე ჭირდება იმისთვის, რომ აი უკვე წარმოდგენა შეგექმნეს რაღაცას კეთება დაიწყო. ზოგადად ხო ნათქვამია საერთოდ რომ ნებისმიერ რო გახდე პროფესიონალი ხო, ნებისმიერ საქმეს ჭირდება 10000 საათი დრო დაუთო. აქაც ეგრეა, რომ აი შენ გახდე პროფესიონალი, ჭირდება შენი 2-3-4 წელიწადი რომ პროფესიონალი მექსელი გახდე. თუმცა იმ განსხვავებით რომ საწყის ეტაპზე უკვე თანხებს გამოიმუშავე. ამიტომ თავიდანვე რო დაიწყე ქსელურ მარკეტინგს ხო, უნდა იყო ასე ვთქვათ, აი შიერი უნდა იყო, შიგნით ამ სფეროში და ამ შიერს გულისხმობ იმას, რომ რა სწავლებებიც არის ყველაფერს უნდა დაესწრო, ისწავლო, წაიკითხო ზოგადად ამ ინდუსტრიის შესახებ, მარკეტინგი შეისწავლო კარგად, ციგნები შეისწავლო კარგად, უნარჩვევები ქსელურ მარკეტინგში რამოდენიმე უნარჩვევი გვჭირდება, რომ გამოიმუშავო და ძალიან დიდი სკოლაა ქსელურ მარკეტინგი. ძალიან დიდი სკოლაა და ძალიან გამოცდილებას გაძლევს და მე სულ იმას ვიძახ ხოლმე, რომ ბაჩო ავალიშვილი ქსელურ მარკეტინგამდე იყო სხვა ქსელურ მარკეტინგის მერე ბაჩო ავალიშვილის სხვა და ამ ბევრი რამე შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, ზოგადად ამ პროფესიამ და ამ ინდუსტრიამ და ზოგადად მექსელეობა. ეს არის პროფესია, სადაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია და მოთხოვნადი პროფესია მსოფლიოში. კარგი ბაჩო. ახლა ის მითხარი, აი რა გეგმები და რა მიზნები გაქვს კონკრეტულად აი ამ სფეროში, ისი მიღწევა აქვს სურს და მაგაზე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, გეგმები ძალიან დიდი მაქვს. ზოგადად კიდევ ვიტყვი იმას, რომ
ქსელურ მარკეტინგში რო ვხვდი, ხო, ეს როგორც გითხარი, ოთო ეს იყო 2013 წელი, ეს იყო ჩემი პირველი პროექტი ქსელურ მარკეტინგში. და ასე ვთქვათ, პირველი 3 წელიწადი, აი 2-3 წელიწადი ვიყავი, ასე ვთქვათ, შეპყრობილი ამ საქმით. და ასე ვთქვათ, აი სხვათა შორის ხო სამსახურიდან მე არ წამოსულა. მუშაობას, ვაგრძელებდი მუშაობას დისტრიბუციაში. საფრთხე ქსელი რო ახსენე ხო, შეთავსებით. მაგრამ ისე პრიორიტეტები ისე დავალაგე, რომ საქმით არ გამეფუჭებინა, ისე უკვე მოუმატე მუშაობას იმ კუთხით, რომ სადაც ვამთავრებდი მუშაობას პირველ 2 საათზე დისტრიბუციაში და მე უშუალოდ ჩაკურსული ვიყავი ჩემს პროექტში Close of Life-ში, ეს კომპანია ერქვა, კომპანია იყო. და არ იმჩნეოდა საერთოდ, აი ქსელის ზრდა რო წავიდა, ხო? ბევრმა არც იცოდა, რომ მე შეთავსებით ვაკეთებდი ბიზნესს ქსელურ მარკეტინგში. იმიტომ რომ სხვათა შორის ხო, კიდე რა ის ჩემი დაგვირვება, ხო? ის არის რომ ვინ შეთავსებით აკეთებს, ხო? ქსელურ მარკეტინგს თავიდან და ეს კარგიც არის, თავიდან რომ შეთავსებით გააკეთო ქსელურ მარკეტინგი. ისინი უფრო კარგ შედეგს დებენ, იმიტომ რომ მათ მოიციან დროის ფასი. მე მინახია ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ მუშაობენ, არსად იწყებენ ქსელურ მარკეტინგს და რაღაც დროის მენეჯმენტში ვერ აქვთ კარგად საქმე. როგორც მოგახსენე, 2-3 წელიწადი, რასაც ვქვია, არც ერთი სწავლება არ გამოგიტოვებია. თვალისწინებდი გუნდის რჩევებს, ანუ ჩემი აპლაინის რჩევებს, თვალის სპონსორის, როგორც გითხარი, როცა იწყებ ქსელურ მარკეტინგს, იქ ყოველს გვხვდება ადამიანი, რომლებიც იმ პირველ ნაბიჯებს გასწავლის. ასე თქვა, აი ნულიდან იწყებ და ესე ანუ შენ მენტორს გვია სპონსორი. კი, ჩემს მენტორს გვია სპონსორი, იმიტომ ნებისმიერ ადამიანი რო შედის, ხო, გუნდში, ქსელურ მარკეტინგში იქნება ადამიანი, რომლებიც უშუალოდ დაინტერესებულია მის წარმატებაში. даже მეცაც გეტყვი იმაშია დაინტერესებული, რომ მას გადაასწროს, ასე ვთქვათ. მასზე მე წარმატებული გახდეს და ეს ერთ-ერთი მომენტი არის, რომელიც მე ძალიან მომეწონა. იმიტომ რომ როგორც გითხარი, ხო ტრადიციულ სამსახურებში ხო არის კონკურენცია, ხო, აი მაგალითად დისტრიბუციაში მე თუ მიზნებდი სუპერვაიზერობას, ხო ეს არის მხოლოდ ერთი ადგილი, ხო თქვა, აი მხოლოდ ერთი ადგილია სუპერვაიზერის ბევრი ბუძის ჩაშვების მომენტების და აქ ეს არის სხვანაირად არის საქმე, აქ უშუალოდ შენ წარმატებაში არის დაინტერესებული. ისე რა შედეგები დადე იქ იმ Close of Life-ში? რა სიმაღლეზე? Close of Life-ში რა თქმა უნდა იქ რანგები გასაკეთებელი. თითოეულ რანგს მე პირველ რიგში რაც ჩავიხედე ამ იმაში, ხო? ქსელურ მარკეტინგში ჩავიხედე და ეს დიდი მიზანი რაც ხო, ეს უმაღლესი რანგი, რასაც საკმაოდ ითახელი მოქონდა ხო იმ რანგს. თავიდან ასე ვთქვათ, დავუდგმე პატარ-პატარა რანგებით, რა უნდა გამეკეთებინა. საერთოდ ქსელურ მარკეტინგში რომ მიაღწიო წარმატებას, ორადორი ფაქტორია, რასაც უნდა გაამახვილო ყურადღება, რომ აი იმ შენ მიზნამდე უმოკლესი გზა, შეამცი უმოკლესი გზით რომ მიხვიდე შენს წარმატებასთან, ასე ვთქვათ, იმ შენ დიდ მიზანთან, ეს არის უბრალოდ რასაც უნდა გაითვალისწინო, პირველი უნდა ესწრებოდე ყველა სწავლებას, რაც შენ გეკუთვნის. და მეორე უნდა იაზროვნო რანგებით. პირველი რანგი, რა თქმა უნდა, მალევე გავაკეთე ჩემ პირველ პროექტში. მას მოკლედ რო გითხრა, ჩემი უმაღლესი რანგი იყო რუბი დირექტორი. აი უმაღლეს რანგამდე ხო, აი დაიმონდამდე ქსელურ მარკეტინგში ზოგადად უკვე ძალიან სერიოზული ისტორია იყო. კი, დაიმონდამდე 2 რანგი მქონდა დარჩენილი. რუბი დირექტორი, მაგრამ ეს მე იმას არ ვიტყვი, რომ ეს მარტივად მოხდა. უამრავი შეცდომები არის გამოცდილება და ნუ ამაზე ხო 3 წელი ასე ვთქვათ. 2 წელიწადნახევარი თუ 3 წელი, იმიტომ რომ 2017-ში თუ ზოგადად მახსოვს 2016-ის ბოლოს 2017-ის დასაწყისი იყო, ჩვენ რებრენდინგი მოხდა, ჩვენ შევუერთდით
ჩვენი გუნდი შევერთდა გლობალურ კომპანიას GENES ეს იყო მილიარდიანი კომპანია იყო და ასე მივიღეთ გადაწყვეტილი აქიანი გუნდით რომ რეგულარული მოხდარიყო და შევერთებული ყავით ამ დიდ კომპანიას და მოხდა ის რომ მაგ მომენტში ხო ცოტა ჯანმრთელობის კუთხით მომიწია რომ გადავედით მაგ კომპანიაში დავრეგისტრდით მომიწია დროებით გაჩერება ზოგადად სისტემიდან წამოსული არ ვიყავი მაგრამ აი Excel-ის შენობასთან დაკავშირებით და რაღაც დაკავშირებით თან რა მომენტი იყო იცი რომ საჭირო გუნდს დაჭირდა ასე ადაპტაცია დაჭირდა იმიტომ რომ ასე ვთქვათ პატარა კომპანია როცა მოხდები განსხვავებულ კომპანიაში ხო სადაც მარკეტინგი სხვა არის ხო სხვადასხვა ასე ვთქვათ სხვა ბევრი მომენტია სხვა რაღაცები ხო გასათვალისწინებელი ხალ მარტო მე არა თელ ქართულ გუნდს ჩვენ გუნდს დაჭირდა ადაპტაცია და მე მithumedes კიდევ ჯანმრთელობის კუთხით ხო რაღაცა გარკვეულ ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა 2 წელი ყურნალობდი მაგრამ როცა იყო სწავლება ასე ვთქვათ აქტიურია თვეში ერთხელ იმართება ხოლმე ეს აქტიურია ის ვერცახით სადაც ქართული მეწარმეები ვიკრიბებით და იქ ადგილობრივი გამოსტილი ხალხი გამოდის და იქ სწავლებები ტარდება ხო არ გამიშდენია სწავლების დავდიოდი მაგრამ ჩართული არ ვიყავი უშუალოდ Excel-ის შენობაში რომ იცი გაყიდვები ხო ეგ საკუთარ უნდა ვახორციელებდი და ასე შემდეგ დღეს ხა სათხარ ეგ მომღერდა აი რა გეგმები და ამისები გაქვს უშუალოდ აი სადაც ხარ სანამ თვითონ კომპანია დღეს სადაც ვარ ჯიფუ შევეხები ხო GENES-ი ვახსენე ხო მოდი აი ჩემს იმას გავყოფ ესე სამ ეტაპად გავყოფ პირველი ჩემი პროექტი იყო ზოგადად შესწავლა ამ პროფესიის ასე ვთქვათ ათვისება პრაქტიკა უამრავი რაღაცა აი მოგითხრა ხო ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ჩემი პირველი პროექტით ზოგადად ცხოვრებას აი ცხოვრებას სხვანაირად დავიწყე ყურება პირველი პროექტი იყო ჩემთვის პრაქტიკა მეორე პროექტი იყო უკვე მეორე პროექტის დავარქმევ მოსამზადებელს ასე ვთქვათ და აი ეს მესამე პროექტი რაც უკვე დღეს უკვე ჩვენ 6 თვე თუ 5 თვეა ჩვენ ნოემბერში დავიწყეთ ჯიფო საქართველოში ეს მესამე პროექტი არის მე ვფიქრობ ეს პირველი ორი პროექტი გამიარა რომ მოხვედრილიყავი ამ პროექტში თითქოს ამისთვის იყო სამზადისი მე ეს გამიარა რომ ამ გლობალურ პროექტში ჯიფუში მოხვედრილიყავი ჯიფუ არის გლობალური ამერიკული პროექტი რომელიც გლობალურად ვითარდება არის 5 წლის კომპანია და თო ჯიფუს აქვს საინტერესო მიმართულება და საინტერესო სერვისებს თავაზობს სოფლიო ბაზარს ეს არის ერთ-ერთი მიმართულება მოგზაურობა ხო მეორე მიმართულება ჯანმრთელობის მიმართულება დანამატები ფუნქციური პროდუქტები ასე ვთქვათ და მესამე მიმართულება არის ის სადაც ნამდვილად ფული იშოვება დღეს ეს არის ფორექსი ეს არის კრიპტო ეს არის სოციმედია სასწავლო პლატფორმა სადაც სასწავლებელი ახლა ესეთი საინტერესო მიმართულებები აქვს ჯიფუს რომ აქტიურად სეგმენტი ყველა სეგმენტს ეხება ხო აი თუ მაგალითად ახლა მე ხო არის რამდენი მექანიკა მარკეტინგში ჩახედული ვარ და შესწავლილი მაქვს და არის სოფლიოში კომპანიები რომლებიც თითოეული მიმართულებით აი კონკრეტულად ხო აი ჯანმრთელობას ამვითარება ხო ამვითარებენ სამგზავრო პორტალს ამვითარებენ ამვითარებენ სასწავლო სისტემას ხო თვითონ მიმართულებაზე უკვე საკმაოდ მილიარდიან ბუნებს აკეთებენ ხო კონკრეტულად ვავიოთ ფორექსი ხო მაგალითად მისი სასწავლო სისტემის გაყიდვები დღეში თუ გეკეთდება მილიარდის გაყიდვები გეკეთდება ხო ჯიფუ ნახე ერთ პლატფორმაზე მოაქცია სამივე მიმართულება გაერთიანა ეს არის პირველი კომპანია რომელიც ჰიბრიდული კომპანია ასე ვთქვათ სამი ეს მიმართულება გაერთიანა და ნუ იმას ვიტყვი რომ ჯიფუს პლატფორმა ხო აი და მოვა დრო ხო ახლა უცებ ტელეფონში მოხს მაგალითად აი Facebook-ი, Amazon-ი, Telegram-ი და ასე შემდეგ მოვა დრო რომ ხა 100%-ით არაფერი არ არის მართალია მაგრამ
უბრალოდ მოსახლეობაში ძალიან დიდ პროცენტში ჯიპის აპლიკაციები მომავალში ყოველთვის იქნება. გადმოწერილი ყველა სისტემა გადმოწერილი ზოგი ლაბორატორიის პროდუქტი შეიძენს მოგზაურებს სასწავლო სისტემას შეიძენს. იგივე თქმა რომ ყველა სეგმენტია გათვლილი აბსოლუტურად და ერთად დავამატებ იმას, რომ ზოგადად გამ ინდუსტრიაში, ქსელურ ინდუსტრიაში ხო 50 წელიწადში ერთხელ ჩნდებიან კომპანიები, რომლებიც ესეთი შემოვარდებიან ბაზარზე, ძალიან ხმამაღლა სიტუაცია ხო, მილიარდი ევროს შექმნიან ხო და ყველა წინასწარმეტყველებს ჯიპოს კომპანია, რომელიც სოფლის ბაზარზე თავს დიდ სიტუაციას. ეხლა არის მომენტუმი ზუსტად რომ იცი ჯიპოს სხვა პოზიციებზე აღმოჩნდება მომავალში. რაც შეეხება ჩემს მისნებს ხო? მე ახლა ვქმნი ახალგაზრდა გუნდს, ესეთი მოტივირებული ადამიანებს საინტერესებს. თავიანთი საქმე ხო, აი პიროვნული საქმე ხო, იმიტომ ჯიპოს პლატფორმა იძლევა იმ საშუალებას გარდა ქსელური მარკეტინგით შემოსავლისა, ხო, შექმნას კიდევ შიგნით ამ პლატფორმაში დამატებითი შემოსავალი, ზოგი აირჩევს ფორექსის მიმართულებას, ხო. და სწორედ რომ ეხლა ისეთი გუნდის შექმნას ვაპირებ, რომლებიც მომავალში გარკვეული წლების მომავალში ჩვენ $100,000 გულს გავაკეთებთ. გუნდთან ერთად ხო და მხოლოდ ისეთი ადამიანების დანმოხდება ეს, ვინც მოტივირებულია და უნდა რომ დიდი მიზნები აქვს და უნდა რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს და თავის ოცნებები აიცლოს ჯიპოსთან ერთად. და მეცაც გეტყვიოთ, რომ იმას ვიტყვი, რომ ჯიპო საქართველოში გაჩნდება, იქნება ის კომპანია, რომლებიც ბევრ ოჯახში დოლარს შეიტანს ჯიპო. და ბევრ ოჯახში იქნება ჯიპო, რომელიც უშუალოდ მათი შემოსავლები, თავარი შემოსავლის წყაროც იქნება ბევრ საქართველოში ბევრ ოჯახში. და სოფლიოში მაგალითად ეკონომისტები ხო ამბობენ, რომ თუ რამე საქმეს დაიწყებ და ბიზნესმენები ამბობენ ამას, თუ რამე საქმეს დაიწყებ, ის საქმე აუცილებლად უნდა იყოს მიმული ინტერნეტთან. კი, უნდას. ნახევთ რომ ვიტყვი იმასაც, რომ ზოგადად ბიზნესი რომ დაიწყოს ადამიანმა 4 მნიშვნელოვანი პუნქტია საჭირო აკმაყოფილებდა მაგას ხო? არის იდეა და პირველი ბიზნესის აკეთებლად რა არის საჭირო? ნებისმიერ ბიზნესს ჭირდება ინვესტიცია. შემდეგ რა პროდუქტი გაქვს? რა პროდუქტს ან სერვისს თავაზობ მოხმარებელს? შემდეგ ნებისმიერ საქმეში ჭირდება გუნდი ხო? სანდო ადამიანები ხო? და შემდეგ ამას ჭირდება მეოთხე პუნქტი არის ცოდნა. უნდა იცოდე რომ ნაკლები შეცდომები დაუშვა და ეს საქმე გააკეთო. მოდი რომ ჩვენ ახლა მე ტრადიციული ბიზნესთან დაკავშირებით ახლა პარალელებს არ გავავლებ ხო? თუ ელემენტარულად მაღაზია გასას ადამიანმა რამხელა ფულია საჭირო, რამხელა რისკებია, ხო კონკურენცია და ასე შემდეგ და სულ ყველაფერს თავი დავალებით შეიძლება ვარიწერია და რაღაც პანდემია შემოაგორო და საერთოდ დაიკეტო ხო? ახლა მოდი კონკრეტულად ჩვენ ქსელურ მარკეტინგს არა მარტო ჯიპუზე არ მაქვს საუბარი ზოგადად ქსელურ მარკეტინგს ვშევხედოთ ხო? სადაც ჯანმრთელ ქსელურ მარკეტინგს ხო? ქსელურ მარკეტინგში ხო? ნუ კარგი მე ჯიპუზე ვილაპარაკობ თქვა. ქსელურ მარკეტინგში იდეა არის მოდელი ფრანჩიზა როგორც აღნიშნე. საჭირო არის რომ ბიზნესი დაიწყოს რამოდენიმე $100 ჭირდება. თანახე აქ ფულს არაფერს შეარდებ. აქ შენ უშუალოდ იძენ პროდუქტს, ხო? და ხდები კვალიფიკებული მომხმარებელი. შენ შეგიძლია დარჩი როგორც კვალიფიკებული მომხმარებელი, შეგიძლია რეფერალური ბმულით დამატებითი შემოსავალი შეიქმნას, რამოდენიმე $100 და შეგიძლია გაყიდვებითაც კი $100 გააკეთო, შეგიძლია პროფესიონალი კომპანია დიდ ფულს იხდის პროფესიონალებთან. თუ შენ გახდები პროფესიონალი, ამ შემთხვევაში საკმაოდ მილიონერებს კი ვახვიდებ. ანუ დავუბრუნდეთ იმას, პირველი პუნქტი ინვესტიცია არ არის საჭირო ძალიან დიდი. სულ რამოდენიმე $100 ჭირდება დაიწყო. მეორე, შენ ისეთი სერვისის, ისეთი პროდუქტი გაქვს, ისეთი სერვისი გაქვს, სხვას ეს არ აქვს. მხოლოდ შენ გაქვს. შენ აღარ ფიქრობ იმაზე, პროდუქტის შეფუთვაზე, ლოჯისტიკაზე, მიტანის იმაზე, 1000 რაღაცა არის ხო, მაგაზე არ ფიქრობ. და ქსელურ მარკეტინგში აუცილებლად პროდუქტი არის მაღალი ხარისხის, იმიტომ თუ ის ხარისხი არ ვარგა,
შენ ამას მომავალი აღარ აქვს და ამ მოდელით ხო, ქსელურ მარკეტინგის მოდელით ქსელს ვერ აშენებ. იმიტომ რომ ერთხელ თუ ვიგინეს ადამიანი არ მოეწონა ხო, ის მეორედ ის რეკომენდაციას არ გასცემს ელემენტარულად ხო. ანუ ყოველთვის არის პროდუქტი მაღალი დონის და გაქვს მარტო შენ. სხვას ეს არ აქვს. მესამე სანდო ადამიანი მე ვარ, ვინც მე ამ პროექტში მომყავს, გუნდში. იმიტომ რომ მე უშუალოდ ვარ მის წარმატებაში დაინტერესებული. მე მას ასე ვთქვათ, აი ხეზე ასვლასაც კი ვასწავლე. მე იმაზე ვარ მოწადინებული, რომ ის ჩემს შემოსავლებს გადაასწროს. ანუ ამით იმის თქვა, მინდა რომ მე მივდივარ გუნდში, ქსელურ მარკეტინგში მივდივარ, მე გუნდი მხვდება, რომელიც მოტივირებულია გულით, მთელ გულს და სულს დებს, რომ მე გავხდე წარმატებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, იმიტომ რომ ვიცით ხო ტრადიციულ ბიზნესში მეგობრებს კი არა ძმა-ძმას ვერ გაუპიათ და დაუკარგეთ ერთმანეთი მოძილებზე მოსაუბრებლად, როდესაც არც ახლა დაუპიათ. და მეოთხე ხო? მეოთხე არის ის, რომ ნახე სიტუაციაში შენ რომ მოგიყარებე ჩემთან ხო? ჩემს პროექტში შემოხვედი ჩემთან ერთად. მე შენ რაც მე ვიცი და რაც მე გამივლია ხო? შენ მაგას გასწავლე. მე თუ ახალ ბედა ვარ და ჯერ არ მაქვს ის გამოცდილება ხო, ჩემს ზემოთ არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ ამას ერთად გვასწავლიან თუ თქვათ ერთად მოგვიწია ახლები ვართ ორივე ხო. ყოველ შემთხვევაში შენ ყოველთვის ვიღაცა ხვდება კომპანიაში, რომელიც გასწავლის ამას. გამოცდილი ხალხი ნაკლებ შეცდომებს დაგაშვებინებს, შეცდომები დაუშვა რა თქმა უნდა გამოცდილება, მაგრამ ნაკლებ შეცდომებს დაგაშვებინებენ და ამაში ყველა გეხმარება და ანუ გავლილ გზაზე გადიხარ. უბრალოდ უნდა იყო სწავლებადი. ხო, რა თქმა უნდა. შენი ველოსიპედი უნდა შექმნა, უნდა იყოს სწავლებადი. შეგიძლია, შენი ინდივიდუალური მხარე, მე შეგიძლია ამას ასე ვთქვათ შეათავსო. შენი ინდივიდუალიზმი დაუმატო ამას, მაგრამ იმას ჩარჩოს არ უნდა გაცდე. შეუძლია ხარ ხო, შეგვიძლია ველოსიპედი და უბრალოდ მის ტარება უნდა ისწავლო. ეს პედები როგორ დააწყვეტს. თელი სისტემა გვხვდება იქ და აი ეს 4-ვე პუნქტი რაც მე დავასახელე ბიზნესის საკეთებლად, 4-ვე პუნქტი არის მყარად, თამამად შეგიძლია დაიწყოს ქსელური მარკეტინგი. საკუთარი ბიზნესი დაიწყო, საერთაშორისო ბიზნესი. თუ როგორ განავითარო მე და როგორ დაიტანო ეს ხო ინტერნეტის საშუალებით ხო მსოფლიო ბაზარზე, იმიტომ რომ მარტო საქართველოს ბაზით ხო შემოიფარგლება, ხო იმიტომ რომ შენს ქსელში აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შენ თუ არა აუცილებლად ამ ბიზნესს გაიტანენ. თურქეთში, ამერიკაში აუცილებლად განვითარდება ეს ხო. და ამას უკვე შიდა სამზარეულოში და სწავლებები და სწავლობაზე როგორ გააკეთო, ხო იმიტომ რომ ქსელეობა ეს არის კომუნიკაცია, ხო, ჩვენ როგორ დავამყაროთ კომუნიკაცია, რა კავშირები როგორ გავაბათ, ხო, სხვადასხვა პასიებში და ადამიანებთან და ასე შემდეგ. პროფესია ქსელეობა როგორც აღნიშნული. კარგი, ბაჩო, თუ რამე სხვა არ გაიხსენებდი, რამე კურიოზულ მომენტს, აი შენი აი პრაქტიკიდან გამომდინარე, აი რა გახსენდება ისეთი? კურიოზები რა თქმა უნდა ბევრია ამ პროცესში. ძალიან ბევრია თუ კურიოზები. იმიტომ რომ თან კიდევ ამას ემატება მოგზაურობები ხო? ჩვენ ვიწევს წელიწადში ერთხელ ორჯერ ზოგან საჩუქრით, ზოგან კომპანია როცა საერთაშორისო ღონისძიება ტარდება ხოლმე და ასე შემდეგ. გუნდი მივდივართ ხოლმე ერთად და ეხლა მოგზაურობის დროს ხვდები ხა რამდენი კურიოზებია ზოგი იკარგება, ზოგი სადაც მომენტი ზოგი ვიხარ ავტობუსთან არ დააგვიარო, თვითონ არ დააგვიარო და რო ეძებეთო, ნუ ეს კურიოზები სავსეა. ისეთი ეხლა სულ ახლახან, ასე ვთქვათ, წინა პროექტში სხვათა შორის ეს ჯიბუში არა, წინა პროექტში მარკეტინგში ხო, ქონდა ერთი ანაზღაურებადი ხა ქსელურ მარკეტინგში, ზოგადად მარკეტინგში არის რამოდენიმე ტიპის შემოსავლები ხო. და წინა პროექტში მარკეტინგში იყო ერთ-ერთ ანაზღაურებას გარკვეული რაღაც ქულები რო გროვდებოდა ხოლმე ხო, აი ბრუნვიდან ხო, ქვევით ასე ვთქვათ, ბრუნვიდან რაღაც ქულები დაგროვდებოდა სამხარეს და აკეფხარეს. იყო ხოლმე სადაც გიხდიდა პროცენტებსა და ისა კომპანია მაგას ერქვა ციკლი. და ერთი ციკლის თვის განმავლობაში რამდენ ციკლს შეკრავდი ხო? იმენ $35 გიხდიდა კომპანია. ეს იყო ერთ-ერთი ტიპის შემოსავალი. და ნუ
ესე შიდა ტერმინოლოგიით ესე რომ საუბრობთ, თქვენ ამ შემდგენ ციკლი ქონდა, იმ შემდგენ ციკლი, როგორც პარტნიორები და ესე მიმართავდა. სისტემაში ქონდა დანერგილი ზოგადად ასია ვატარებით პრეზენტაციებს. მოწვეულის სტუმრებისთვის, გაგვეცნო კომპანიის შესახებ, გაგვეცნო პროდუქციის შესახებ, მარკეტინგის შესახებ და ასე შემდეგ. ესეთი პრეზენტაცია არის ჩანიშნული, უამრავი ხალხია, 50 კაცია თუ ასე. თვითონ ტრენინგ ცენტრში საუბარი. რა თქმა უნდა, პარტნიორების ვესწრებით და ჩატარდა პრეზენტაცია და პრეზენტაციის მერე ხო ვინც დაინტერესებულია, ხო იჩერდებოდა და ერთმანეთთან საუბარი მისხმობდნენ რა. ანუ ახლა ზოგი სტუმარი წავიდა, ზოგი დარჩენილია კითხვებს სვავენ რაღაცთან, ერთ-ერთი ჩვენი ასე ვთქვათ პარტნიორთან კაცია, ატონი გია, საქართველოს ხერხემალს ვეძახით გამოცდილების ადამიანებისგან. ამას სწავლობ ჩვენ ქართულში. და ეს საუბრება სტუმარს. თან მამაკაცს ესაუბრება, ახალგაზრდა მამაკაცს ესაუბრება. და რაღაცა კითხვები აქვს იმას და ესე გამოსასვლელთან დგანან ესე და ერთ-ერთი ქალი პარტნიორი ვერ შეამჩნია სტუმარს ელაპარაკებოდა რა და მიდის ბატონ გიასთან ბატონო გია მომილოცეთ ამ თვეში ციკლი შევკარეთ ეს სტუმარმა გახიდა ესეთი ბენდერის სახით მივიდა რომ ამ თვეში ციკლი მქონდა ბატონო გია და ესეთი კურიოზები ბევრის მოყოლა შეიძლება რა თქმა უნდა ერთ-ერთ პირველ პროექტში ბაქოში მოგზაურობით სწავლებაზე ვიყავი ჩასულები და იქ კიდე ხალხი ოიკარგებოდა და რაიქოიცი რომ ჯგუფი რომ დავდივდით ერთად ხოს იმას არ ჩამოვჭეთ და ზოგი ჩერდებოდა იმას კიდეულად იმას ესე ვეკარგებოდა ხოლმე ხალხი და მე აი უამრავი კურიოზებია ხოლმე იმიტომ რომ ეს ისეთი სფეროა ხო რომ ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა ხო სულ იწევს ერთად მოგზაურობა სულ ერთად ჩანიშნა რაღაცა სწავლების რაღაცა ხშირად გვაქვს ხოლმე კიდევ პიკნიკებზე გასვლა შიდა ასე ვთქვათ პრომოუშენი გამოცხადებული რომ ხანდახან გავდით 2-3 დღით გავდივართ ხოლმე სემინარებზე ხოლმე და როცა იმ სემინარებში მხოლოდ სწავლება კი არ შედის იქ შედის უკვე დროს დარებაც და ესე ვთქვათ კურიოზები არ გვაქვს ეს გახსენება შეიძლება რა თქმა უნდა ეს ერთ-ერთი ხა ეს ბოლო ცინცხალით რამოდენიმე წელს უკან იყო ეს ადამიანში გამოვიდოდით რომელიც აი თან შევესწართ მეც მაგ მომენტში შევესწარი და ძალიან კარგად მახსენდება ხოლმე დღემდე მეცნიერება ხოლმე გავიცნებ აი მაგ მომენტში გავიცნებ კარგი ბაჩო რას ურჩევდი ადამიანებს ადამიანებს ურჩევდი იმას თო რომ უფრო ახლოს გაიცნო ქსელური მარკეტინგი შეისწავლონ და ზოგადად ხო ნახე ქსელურ მარკეტინგში ვინც მოდის ხო ყველა დიწარმატებას არ აღწევს თვითონ ამ სფეროში ხო მაგრამ მე ბევრი ადამიანი მინახია ვისაც აქაურით ისეთი ცოდნა მიუღია ისეთ ცოდნას და ისეთ სწავლებას იძლევა ქსელური მარკეტინგი რომ ის ადამიანები თავიანთ სფეროში დიწარმატებები მიუღწევიათ უამრავი ადამიანს ვიწვევ ასეც დღეს ეკონომისტები ბიზნესმენები პოლიტიკოსებიც კი ასეთ რეკომენდაციებს გასცემენ რომ ქსელური ნახონ ადამიანებმა ქსელური მარკეტინგი სადაც არის სასწავლო სისტემა და გაიარონ ის სასწავლო სისტემა 4 წლიანი 5 წლიანი სწავლება იმიტომ რომ ქსელურ მარკეტინგში ისეთი სასწავლო სისტემა არის რომ შენ ყალიბდები როგორც პიროვნებად ცხოვრებაში სირთულები როგორ გადალახო მეწარმული აზროვნება კი ყალიბდება ხო უამრავ უნაჩვეობებს ხოთაშორის კიოსაკი ხო ახსენებს თავის წიგნში დიდარი მამა ღარიბ მამაში რომ ეს გარკვეული ბარიერების გადალახვაში რობერტ კიოსაკის დიდარ ღარიბ მამას მე ურჩევ ყველას რომ ეს წაიკითხოს ბესტსელერი საკმაოდ კარგი წიგნია პრაქტიკული წიგნია და იმას ვიტყვი რომ თუ ის ადამიანი ქსელურ მარკეტინგში გადაწყვიტავს რომ მიაღწიოს წარმატებას და რაღაცა და იყოს პირველ რიგში სწავლებადი და უნდა იყოს მოქმედებაში დღეს სხვადასხვა ბევრი ინსტიტუტი სოფლიოში ცნობადი ინსტიტუტი ამ პროფესიას მეხსიერებას ასწავლიან ეს არის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი პროფესია თუ ეს სკოლა გაქვს გავლილი ჩათვალე რომ არ არსებობს ისეთი პროფესია სადაც
წარმატება არ მიაღწევ. თვითონ ოჯახშიც კი მეუღლეს საერთოდ ოჯახშიც კი ზოგადად აი რაღაცა ჩეთოლის სიტუაციებს. პირველად გზრდის ეს სკოლა. აი მე მაგალითად ხო ვახსენე გარკვეული პერიოდი რომ გაჩერებული ვიყავი ხო არ მოქმედები ჩამწირობის კუთხით ხო მე ეს ხოლმე არ მქონდა გავლილი შეიძლება სამწუხაროდ ეს ჩვენი ინტერვიუ საშინელი იყო ისე ვიყავი და აი ეს სკოლა ეს შინაგანი მდგომარეობა ეს სწავლება რო არ მქონდა გავლილი მე ძალიან გამიჭირდებოდა იმ ბარიერების გადალახვარად ჩამწირებით შეიძლება და მე ფსიქიკაზე დაშინება და ამითაც გვაყოფილდა და მარტო ამათ ღირდა ექსელური მარკეტინგის სკოლის გავლა. კარგი ბაჩო, მადლობა დღევანდელი შენ ამ ინტერვიუსთვის. ძალიან საინტერესო ინტერვიუ შედგა ჩვენ შორის. წარმატებებს გისურვებ. შემდეგი ვიდეო რაც იქნება ამ არხზე დავდებ ფულადი ნაკადების კვადრატზე, ეხლა ბევრს შეიძლება გაუგებარი იყოს ეს რობერტ კიოსაკის მიხედვით და მოკლედ ამით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. აბა კარგად.